სისტემ დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. მე ძალიან მიხარია, რომ ასე მახსოვს თითქოს ადრეს წიროებზე ყოფის არ ვავსებდით ხოლმე ტაძარს. ძალიან მიხარია, რომ ესე შეიყვარეთ აქ და ზემოთ წმინდა გიორგის ტაძარში წიროებზე ყოფნა. ეს იმედის მომცემია, რამე თუ ჩვენ იცით, რომ აქ გვინდოდა მონასტერი ყოფილიყო აქაც და ზემოთაც, მაგრამ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ფინანსებს გულისხმობთ, ეს ვერ ხერხდება, ვერ კეთდება. მაგრამ ღვთისგანგების გარეშე ხო არაფერი ხდება. ეთყობა ჩვენ ხშირად გვიტყობს, რა არის მონასტერი. მონასტერი არ არის კედლები, არ არის იქ არსებული ტაძარი და აღკვეცილი მონაზვნები. მონასტერი ეს არის უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანთა ერთობა, რომლებიც ღმერთისთვის ცხოვრობენ და შინაგან განმარტოებას ესწრაფიან ღვთის წინაშე, რომ იყვნენ გულში ღმერთთან ერთად და ესეთი ადამიანების ერთობა ქმნის მერე მონასტერს, როგორც ესე ხშირად ხდებოდა ხოლმე ერთი ან ორი ან სამი ძმის ან დის საშუალებით, როდესაც იკრიბებოდნენ, ერთად დასახდებოდნენ, ან ერთი იყო და შემდეგ სხვები მივიდოდნენ და შემდეგ ნელა საჭიროებისამებრ უკვე ის სამშენებლო საქმიანობა რაც ჭირდებოდა, ის ნელა ესე იზრდებოდა და ფართოვდებოდა. ეხლა ჩვენ არც ერთი არა ვართ მონაზვნები, გასაგებია, მაგრამ ჩვენ თუ სურვილი გქონდა რომ ეს ყოფილიყო, მიზეზი იყო ერთადერთი. ჩვენ გსურდა უფროსი ღმისეული, საერთოდ უფრო არა, მე არ მიყვარს ეს სიტყვა, უფრო და ნაკლებად. ქრისტიანობა, სადაც არ არის სიღრმე, ქრისტიანობა საერთოდ არ არის. გსურდა ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება, რომელიც ვლინდება როგორც უფალთან ერთობაში, პირად ლოცვებსა თუ ლიტურგიკულ მსახურებაში, ისე მოყვასთან ურთიერთობაში. როდესაც ადამიანის ცხოვრებისა და არა მარტო მოყვასთან ურთიერთობაში, არამედ ამ სამყაროსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობაში, ნებისმიერ ყოფით საქმიანობაში, ნებისმიერ პროფესიაში, გარდაცობილი საქმიანობისა თავისთავად ცხადია, როდესაც ადამიანი ყოველთვის თავის თავს წარმოაჩენს როგორც ნათელი ქრისტესი, როგორც მარილიანმა სოფლისა, ანუ ყველგან, ყოველთვის, ყველაფერში არის ღვთის მადიდებელი ქრისტეს მოწაფე, ქრისტეს საქმეს გამგრძელებელი და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ვისწავლოთ, ეს ვაკეთოთ, ეს იყოს ჩვენი ცხოვრების საზრისი და მიზანი და ამის უკეთესი განხორციელებისათვის, თქვათ, უფალმა ინება და ამ ორ ბაზილიკაში აქ და წმინდა გიორგიში მოგვიყვანა, რომელიც ასე ამბობენ ხოლმე გამოლოცილი კედლები, შეიძლება ასე ითქვას, არ გაგვიკვირდეს, მადლს იკავებს, იტევს არა მარტო ცოცხალი არსება ადამიანი, პიროვნება, არამედ მატერიალური სამყაროც. ეს ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი, თქვათ, დებულებაა, რომ მატერიაც უნდა განიწმინდოს, მატერიაც ელოდება გამოხსნას, მთელი სამყარო უნდა შეიცვალოს და ღვთაებრივ ცეცხლში განიწმინდოს და გადადნეს, როგორც შემდგომში პეტრე მოციქული იტყვის და პავლე მოციქული, რომ ეს მთელი სამყარო ელოდება გამოხსნას, ის რომ ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო და ადამიანური ბუნება ყოველივეს მატერიალურს თავის თავში შეიცავს და ჩადის ასევე წყლის სტიქიაში მაცხოვარი ნათლისღებისას, ეს ნიშნავს, რომ ყოველივე უნდა განიწმინდოს მატერიალური და ეს არის ქრისტიანული სწავლება, სხვათაშორის ხატების პატივისცემის და პატივის მიღების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს არის, შესაძლებელია ხატი იყოს წმინდა, განწმენდილი, მიუხედავად იმისა, რომ ის მატერიაა და იყოს განწმენდილი და აქედან გამომდინარე იყოს სარკმელი მარადისობაში. ასე რომ ეს კედლები, გამოლოცილი კედლებია, შეიძლება ისე ითქვას, მრავალი საუკუნე აქ წიროლოცები აღევლინდებოდა, ჩვენ არ ვიცით რა სულიერი სიმაღლის ადამიანები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ჩვენზე მეტი ნამდვილად იყვნენ და აქედან გამომდინარე ეს მადლიანი ადგილები წმინდა დიმიტრის და წმინდა გიორგისა, მე ვფიქრობ, უფალმა მოგცა არა იმისათვის, რომ აქ დიდი სამშენებლო სამუშაოები ვატაროთ, რომელიც შეიძლება იყოს თამდევი საჩუქარი ჩვენი ცხოვრების, არამედ უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რომ ჩვენ აი აქ ამ განსხვავებულ ადგილას უფრო მეტად გვესწავლა ღმერთთან ურთიერთობა.
თითოეული თქვენთაგანი მე ვფიქრობ ამისთვის ამოდის აქ რომ კიდევ ერთი მცდელობა გქონდეს ღმერთთან ურთიერთობისა და ეს ადგილი აქ იმიტომ კიდევ არა მარტო იმიტომ რომ ლამაზი ბუნებაა კიდევ ვიმეორებ, არამედ თვითონ ეს ადგილი არის განსაკუთრებული იმ საუკუნეებით დაღრული ცრემლისა და ესე იგი აღვლენილი ლოცვავედრებისა გამო. ხოდა მოგცა უფალმა ეს ადგილი, მადლობა ღმერთს ჩვენი ხელებით გააცოცხლა აქ წირვა-ლოცვა აქ და ზემოთაც და მადლობა ღმერთს ამისათვის და ჩვენ გვიხარია რომ ოდესღაც აქ ჩვენი წინაპრები ლოცულობდნენ, დღეს ჩვენ ვართ და მოიმედები რომ მათი მეოხებით უფალი მოიღებს წყალობას და ჩვენს გულს მისცემს მეტ გამოცდილებას ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა. და თუ ეს მოხდება და თუ იმ ადამიანთა რაოდენობა იქნება ისეთი 10 მართალი რო ქვია ბიბლიაში გახსოვთ ეს სოდომ გომორის შემთხვევაში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვა დანარჩენი ადამიანებისათვის. ხო, ის 10 მართალი მნიშვნელოვანი იყო მთელი მცოდვილი ქალაქებისათვის. თუ ეს 10 მართალი პირობითად სიმბოლური რიცხვია იქნება, ლოცველი და მოსურნე აქ ყოველივეს აღორძინებისა, მაშინ უფალი მეიმედი მაქვს რომ ყოველივეს აღორძინებს. მაგრამ ჩვენ არასოდეს არ უნდა ვაკეთებდეთ, არასოდეს არ უნდა გქონდეს ორიენტირი და არასოდეს არ უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს რაღაცა გარეგანზე. ანუ ჩვენ აქ იმიტომ კი არ ვლოცულობთ რომ მონასტერი აშენდეს. ჩვენ ვლოცულობთ იმისათვის რომ ჩვენი სულები გადარჩეს. ყოველთვის აქცენტი და ორიენტირი არის სულის ხონება ადამიანისათვის. და ყოველი ადამიანი ჩვენ ვიცით რომ ადამიანები აქ გარდა იმისა რომ წილები ტარდება ამოდიან ჩვენი ეკლესიის მსახურები თითქმის ყოველ დღე და მსახურებას აღასრულებენ მონასტრული წესით, ანუ თქვა ცისკარი, მწუხრი. ეს ყოველივე არის სულის საცხონებლად. და მე ძალიან მიხარია რომ ჩვენ შორის არიან ადამიანები რომლებისაც ცხოვრების საზღისი სულის გადარჩენა პრაქტიკულად ხორციელდება და ჩვენ ამას ვხედავთ. აი თითოეული თქვენთაგანი საქამოსვლაც კი, როცა ტოვებთ თქვათ თქვენს თბილ სახლებს და კომფორტს და ფუფუნებას მეტნაკლებად ხორციელს და მოდიხარ და დილაუთენია, ამის ნიშანია რომ თქვენ ეს გინდათ, ანუ ღმერთის ძიება, ცოცხალი ღმერთის ძიება გინდათ. ღმერთი შეგვეციოს. მე ძალიან მიხარია და მადლობა ღმერთს რომ ამის საშუალება გვეძლება და ღმერთმა მოგცეს კიდევ მრავალგზის ამის საშუალება. და რა თქმა უნდა უკვე შემდგომ ამისა ამ თავარის მერე ვისურვოთ, ანუ თავარის სულის ხონების მერე ვისურვოთ რომ აქ და ზემოთ აღორძინებული იყოს მონასტერი, ვინც ცხოვრობს ამ მონასტერში ჩვენ არ ვიცით. არც ის არ შეიძლება რომ საკუთარ თავს აუშვებო, აი ეს ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ ვაშენებთ აქ ჩვენი საკუთარი თავისათვის. არა, ეს ჩვენ არ გვეკუთვნის, ეს უფლის არის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არის. უბრალოდ ჩვენ გაგვიხარდება ყველა შემთხვევაში აქ თუ იქნება ნამდვილი ჭეშმარიტი სამონასტრო ცხოვრება და ვინ იქნება ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ხოლო ჩვენთვის უმთავრესია კიდევ მეორე ჩვენ ვიყოთ მონოზონი საკუთარ თავში, ანუ მონოზონი ნიშნავს განმარტოებულ მარტო მყოფს ღმერთთან ერთად. და თითოეული თქვენთაგანის გული ამისთვის არის შექმნილი. გული იმისთვის არ არის, მე არ გულისხმობ მარტო ტუმბოს, რომელიც არის გულში იგულისხმება ის სულიერი ცენტრი. და გული არის იმისთვის შექმნილი, რომ იქ ღმერთთან ერთად ვიყოთ. ეს არის ის სენაკი, სადაც ჩვენ ვიკეტებით, ის ოთახი, სადაც განმარტოებით ფარულად ღვთის წინაშე უნდა ვიყოთ. და თუ ადამიანი სწორედ ცხოვრობს თითოეული თქვენთაგანს, ღმერთი აპოვნინებს ამ ადგილს. აი ადამიანის როცა ლოცულობს ყურადღება ხო ანატომიური გული ცოტა ზემოთ აქვს, მაგრამ ეს არის უბრალოდ ტექნიკური საშუალება ვარჯიში, რომ ყურადღება არ გაგეფანტოს და დაახლოებით იყო იქ, სადაც შენი სულიერი ცხოვრების ცენტრია. მაგრამ თუ შენ სწორად გულწრფელად სიმდაბლით იცხოვრებ, დადგება შენ ცხოვრებაში აუცილებლად წამი, როდესაც უფალი დაგანახებს იმ ადგილს, სადაც შენ ღმერთთან ერთად უნდა იყო. იმ ადგილს, რომლისათვისაც არსებობს მთელი ეს მონოზნობა როგორც ასეთი, რომ მთელი არსებით ამას ეძებენ. და ეს ერშიც შესაძლებელია ამის მიღწევა. და მე თითოეულ თქვენთაგანს ამას ვუსურვებ. ღმერთი შეგეწიოთ. ამინ.